საღამო მშვიდობისა ეთერშია ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. არა, ვინ თქვა ადამიანს ციხე ვერ გამოასწორებს? ყოველ შემთხვევაში ზე ადამიანებზე ეგ არ ვრცელდება. მაგალითად, ჩემს ნატანადარზე. იქნება რამდენიმე წუთიანი გადაცემა, რომლითაც ყოფილი მერი საზოგადოებას ესაუბრება. არ არის ადვილი ნაციონალების დადუმება. ხმოვანი წერილების ავტორი ეგრეთ წოდებული მატროსოვის ციხიდან დედაქალაქის ყოფილი მერია. გზა ქალაქის ხელმძღვანელის პოსტიდან საპატიმრომდე და ნახევარწლიანი გამოცდილება საჯელასრულების დაწესებულებაში ხმოვანი წერილების მთავარი თემაა. ციხე ერთგვარი შესაძლებლობაა, მაგალითად გახდომისთვის. წერილებს ყავს თითქმის უცვლელი გმირებიც, ირონია და იუმორიც პატიმარი ნომერი X-ის მონოლოგის უცვლელი სტილია. ტელეპროექტის პროდიუსერი დედაქალაქის ყოფილი მერის მეგობარი და პოლიტიკური თანამოაზრეა. მე მგონი საინტერესოა არა მარტო ყველა მისი გულშემატკივრისთვის, არამედ ზოგადადაც მაყურებლისთვის. წარმატებები ჩემო ნატანადარო. შვენიერი საქმისთვის მოგიგიდია ხელი, ხო? ეხლა კაზინოებში ღამისთებას და ბიუჯეტის ხარჯვას აღარ ჯობია, მე ეხლა არ გამოგივა თუ რა? შეკაიკაცო წლების წინ გამოგდიოდა რამდენიმე ტელევიზიის შენი და შენი მაღალი შუაზე ტარება და ახლა რა ღმერთი გაგიწყდა. ისე ეხლა ეს პროექტიც წლების წინ რომ დაგეწყო, კი ჯობდა ეხლა. გაცილებით უფრო შთამბეჭდავი გამოგივიდოდა. 18-იანს მიაწერდი ეკრანის მარცხენა დაბალ კუთხეში და ეგ იყო, მაგრამ ახლაც არ აუშვას. პროექტის წარმატების გარანტია თუნდაც გადაცემის პროდიუსერი უმცროსი გაბაშვილია. გასვოთ ალბათ რომ ეხლა გოკამაც ტელევიზიით დაიწყო, ოღონდ არ გეგონოთ რომ იქვე ამთავრებს. არც ეგრეა საქმე, ეხლა ტყუილად კი არ თქვა ჩემმა გაბუნიამ ნაციონალების გაჩერება და დადუმება ძნელია. ეგ ნაციონალებმა იცოდნენ, სხვათა შორის კარგად სხვისი დადუმება. მოუნდებოდათ ადამიანს დაადუმებდნენ, მოუნდებოდათ ტელევიზიას. ხოდა ესენიც ახლა მეორე წრეზე წავიდნენ ეთქო. თუმცა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, დღევანდელი მართლმსაჯულება რას იზამს. ამათ ყველაფერს ნულიდან დააწყებინებს თუ რომელიმე სხვა რიცხვიდან. კაცრი რეჟიმის შრომა გასწორებით კოლონიაში მოხდით. და ქართულ პოლიტიკაში ისეთი ამბები ჩახდება, მამა შვილს არ აიყვანს პარტიაში. უფრო მეტიც კაცო, შვილის გამო საერთოდ პოლიტიკიდანაც წავა. მით უმეტეს თუ ეს შვილი ქართული ოცნების გენმდივანი ხდება. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის მთავარი საბჭოს წევრი გია ყობახიძე 27 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ პოლიტიკას ტოვებს. მისის გადაწყვეტილება შვილის ირაკლი ყობახიძეს უკავშირდება, რომელიც ქართული ოცნების მმართველი პარტიის აღმასრულებელ მდივნად მოიაზრება. არა კაცო, ქართული პოლიტიკა ორ ყობახიძეს ვერ დაიდებს ვერაფრით. მანანაც გვეყოფა. არა ეხლა მე კი ძალიან მწყინს ქართული პოლიტიკიდან ისეთი ბუმბერაზი და ანგარიშგასაწევი პოლიტიკოსის სასვლა, როგორც ბატონი გიორგი ყობახიძეა, მაგრამ არა უშავს. პოლიტიკაში ერთად მამა-შვილი ვერ იქნება. ვერ რაგაცო, პოლიტიკაა ბოლოს და ბოლოს, იუმორი და ხომარი. ახლა ის დროა მამამ შვილს დაუთმოს ასმარეს. თან შვილმა ავგიას თავად ქცეული ქართული ოცნება უნდა დაალაგოს, მაგრამ ვაგლახ რომ ირაკლი ყობახიძეა და არა ჰერაკლე ყობახიძე. ყველამ იცის როგორი საჭირო პროდუქტია ინფორმაცია. ამიტომაც არის რომ არ გვაქვს საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი, მაგრამ გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ასევე ყველამ იცის რა ძვირი პროდუქტია ინფორმაცია. ხო და იმიტომაც არ გვაქვს საჭმელი, სასმელი და ტანსაცმელი, რომ გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებელი. თუმცა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამეც, სანახაობა და საზოგადოებრივი მაუწყებლის წყალობით ესეც გვაქვს. აი მოკლე ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს თუ როგორ ერთობა საუდის არაბეთის ორი მკვიდრი ინტერნეტ სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეო მასალად იქცა და ის უკვე თითქმის მილიონმა ადამიანმა ნახა. ვიდეო მასალაში საუდის არაბეთის ორი მკვიდრი ტრაქტორზე სახლ-დახელოდ გაკეთებულ საქანელაზე ქანაობს. აღსანიშნავია, რომ ტრაქტორს არავინ მართავს, ვიდეოს ავტორი ატვირთულ მასალას კომენტარსაც ურთავს და ამბობს, რომ საუდის არაბეთში მოძრაობის მანერა ახალ დონეზე ავიდა. შენ უკაცრავდა, თქვენ ხო არ ერთობით, არა ეხლა ხო არ ერთობით კი არა, ხო არ ქანაობთ. რაო სერგო? სხვები ქანაობენ და ესენი ერთობიან? მოიცა ეხლა შენ რა გონია ვის ვეკითხები? ვის ვეკითხები? რაღა თქმა უნდა არაბებს, სერგო, არაბებს რომლებიც ტრაქტორზე ქანაობენ. გიჟია ესა კაცო. ხო აბა ეხლა საზმაუს ან მაგას როგორ ვაკადრებ ან ეხლა გასართობად საცალია საერთოდ საზმაუს. საზმაუმ ამ ვიდეოს ჩვენებით სულ სხვა რაღაცა გითხრა ეზოპეს ენაზე. ანუ იგავარაგულად. გითხრა? დებილო შენ. რა და აგვიხსნა რატომ დაიჭირეს ამასინად ჩვენი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხალხი ტრაქტორების შემოტანისთვის. ასეთი ტრაქტორები არ შემოიტანეს და იმიტომ არ გჯერა ხო? რა უთხრე? აი ცოტა ხანში საზმაუ ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელებზე მოქანაკ ადამიანების ვიდეოსაც რომ შემოგთავაზებს, აი მაშინ ხო დაიჯერებს? დაიჯერე? თუ რა თქმა უნდა ხლა ვინმე სადმე ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელებზე ქანაობითაც ერთობ. აი ხლა საუდის არაბეთში უკვე ვნახეთ. რითაც ერთობიან, ისე ახლა მაგათაც რა ქნან პრინციპში და ეტყობა საზმაო არა აქვთ და
იგი უგულავას ეკითხებიან, როგორ გონია ეგ ციხეზე გადაცემა გაამართლებსო? და უგულავა კიდევ პასუხობს, კი, როგორ არა. 2012 წელს საპილოტო პროექტი რომ ნახა ხალხმა, გადაირია და ქუჩაში გამოვიდაო. გია კობახიძეს ეკითხებიან, 27 წელი რომ პოლიტიკაში ხარ, რა გაგიკეთებია პოლიტიკისთვის? რა და ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანიო. სერგო დაჯექი და ღრმად ჩაისუნთქე. ცუდი ამბავი უნდა გითხრა. კაცო, უკვე დიდი ბიჭი ხარ შენ და იცი რომ სამყაროში ატომის გარდა დაუშლელი არაფერია. არც ბიტლზი, არც იუგოსლავია, არც თირკმელში კენჭი და ვაგლახ რომ არც დაშლილები. დაიშლება თუ არა დაშლილების ბაზრობა ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ხშირად მიაკითხავთ ელიავაზე მდებარე მეორადი ავტონაწილების ბაზრობას. მოვაჭრეების სწორედ კლიენტების შემცირებას უჩივიან, მათი უმეტესობა აცხადებს, რომ უკვე რამდენიმე თვე ავტომანქანების მეორად ნაწილებზე მოთხოვნა დაახლოებით 74%-ით შემცირდა. ოი, რაოდენ მუხთალი აღმოჩნდა საწუთრო. ამ ერთ დროს აშენებული დაშლილების ბედი ერთ საფკის პაჩიმნიკზე გაყიდია ახლა. აფსუსკაც. აი სად არის ახლა იუნესკო, სად? გამოვიდეს კაცო, შუშის ლიფტებზე რო ერთი ამბავი ატეხა. კულტურული მემკვიდრეობა გვეშლება ხელში, ხალხო. გამოვიდეს და დააფინანსოს, დააფინანსოს. ოთორე მწოდვა არ არის კაცო. რიყეზე ის 2 მილი დაუშლელი იდოს და ეს საათივით აწყობილი დაშლილები იშლებოდეს. და საერთოდაც ახლა დაშლილებს რომ შლით. ნეტა უკეთესი რა უნდა ააშენოთ, თუ ისა დაშალოთ. ხო და ის დრო ახლა რომ ყველა დაშლილების გვერდზე დავდგეთ. დღეს ჩვენ ყველა უკანაკალოტკები, რაზვალნი ვტულკები და წიაგანაკანეჩნიკები ვართ. ამიტომ გამოვიდეთ გარეთ და სოლიდარობის ნიშნად უკანონოდ გადავკეტოთ რომელიმე გზა, რომ ჩვენც დაგჭალონ. გამოვიდეთ და მჯერა რომ რაღაცა მანქანებით დაშლილები მაინც გადარჩება. რაღაცა მანქანებით რა, ჩვენი მანქანებით. ხო. ყველაფერი ფარდობითია სამყაროში. აი მაგალითად 6 კბილი ნივრისთვის ბევრია და ადამიანისთვის ცოტა. 2 ხაზი Wi-Fi-ზე ტრაგედია და ფეხმძიმობის ტესტზე ბედნიერება. და 8000 ლარი კიდევ ნახევარი საქართველოსთვის თუ ოცნება ავთანდილ ბერეზის Toyota Prados ერთ ამოქოქვაზე არ ყოფნის. აი პრესის ცნობით აჭარის უმაღლესი საბჭო გეგმავს რომ 2008 წლის გამოშვების Toyota Land Cruiser Prados შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის დახარჯოს 8000 ლარი. მოკლედ რა, ისე უვლიან ამ მანქანას რომ გზების ნაცვლად მარტო ხელის გულზე ატარებენ მარ. ბოლო-ბოლო ეხლა ალბათ ლუქში აუვარდება მაგ მანქანას ასეთი პატივისცემა და ისე არ გადაადგამს ბორბალს არსად კოლგიანი ოპელები თუ არ გაყვებიან გვერდით. მაგრამ ეხლა ისე ინტრიგანები კი ვართ ჩვენც, კი კაც. VIP ადამიანია და მანქანაც VIP-ი შირდება. რა ვსერგო? ეგ VIP რას ნიშნავს? ვაი იმათ პატრონს ალბათ, რა ვიცი ეხლა მე რას ნიშნავს. მაგრამ ისე ეხლა მაგ 8000 ლარის დახარჯვას თუ არ იშლით, აგერ დაშლილებში დახარჯეთ ბარემ. ქართული კულტურის გადარჩენას მაინც შეუწყობთ ხელს. გიორგი მარგველაშვილი რომ გადადგება და ჟურნალისტი შეეკითხება, როდის იგრძენი თავი ნამდვილ პრეზიდენტად, მარგველაჩემი უპასუხებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის განხილვისას. კაცო, ხდებოდა თავისთვის წყნარად არასამთავრობოებს, პარტიებს, მაგრამ ხანგრძლივეს სოფელი გაახარებს ვისმესგან. საქმე უმრავლესობასთან შეხვედრა შეეხოდა, აი მან დამთავრდა მარგველაჩემის ნეტარების საათი. დავით საგანელიძეს უმრავლესობა პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად მარტო აგზავნის. დეპუტატებმა პრეზიდენტ შეთავაზების ფორმა დაუწუნეს. კარგი იქნება, რომ პრეზიდენტი გზნობს რა პასუხისგებლობას და მნიშვნელობას ამ საკითხისა, უკავშირდება თავის კოლეგებს, გუნდის წევრებს თუნდაც, პრემიერ-მინისტრს და უზიარებს თავის მოსაზრებებს ამასთან დაკავშირებით. აი ეს არის ფორმა. ამას წითელი ხალიჩა და პროტოკოლი არ ჭირდება. მარგվել, ალბათ როგორ გინდოდა უმრავლესობის თვალსაჩინო წევრებთან შეხვედრა, მაგრამ საგანელიძე შეგრჩა მხოლოდ ბოლოს. აბა ეხლა ვოლსკისთან რომ მომინდომე, პროტოკოლში მოტოკოლით ლაპარაკი, რას გავდა ეს კაცო? გუნდელები არა ხარ? ადით სადმე ეხლა, საიდანაც კარგი ხედი იშლება ქალაქზე. მაგალითად სოლოლაკში. თან ეხლა უმრავლესობა იქ არის წარმოდგენილი. რას ქვია, როგორ თუ იქ არ არის ეს? ხო ეხლა შენ თუ არ იცი, მე გეტყვი, იქ ერთი ბრძენი კაცი ზის და საგანელიძეც ეგ არის, ვოლსკიც ეგ არის, კობახიძეც ეგ არის და ღარიბაშვილიც ხო ეგ არის და ეგ არის. ხო და ისა, ჩემო გიორგი, ამდენი ხანია ეხლა კი გიმალავდით. არ მინდოდა რომ ჩემგან გაგიგო, მაგრამ მაინც გეტყვი. რაც არ უნდა იჭიდაო, შენც ეგ ახარ. ავთანდილ ბერიზე ამბობს, ახლა რომ ამბობ, ძვირიჯდება მანქანის შეკეთება, ძვირიჯდებაო. ის ხო კარგად გინდა და 100.000-იანი მანქანით რომ ვიარო.
უმრავლესობას თათხავენ მარტო საგანელიძეს რატომ უშვებთ მარგოლაშვილთან და უმრავლესობა კიდევ პასუხობს რა ვქნათ ზარიც გაუშვით მანამდე მაგრამ არ გადმორეკაო ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასე გოდიშვილისგან ნუ მიიღებთ სხვა აბებს